მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, თქვენს წინაშეა გადაცემა ამბები ღმერთსა და ადამიანებზე, მე კი მისი წამყვანი თამარ ცქიდიშვილი ვარ. წმინდანთა ცხოვრება. ღირსი ანდრია სალოსი. საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანები მოღვაწეობის სხვადასხვა გზას ირჩევდნენ. სალოსობა ერთ-ერთი განსაკუთრებული გამორჩეული და რთულად შესასრულებელი ღვაწლია, რომელიც ადამიანებს უტვირთავთ. საეკლესიო სწავლების მიხედვით სალოსობა აღმოსავლურ ქრისტიანულ ეკლესიებში ჩაისახა. სალოსი ბერძნული სიტყვაა და ქართულად სულელს, შეშლილს ნიშნავს. ამ ღვაწლის მტვირთველი ადამიანები სულელის ან უზნეო ადამიანის სახეს საკუთარი სურვილით მოირგებდნენ ხოლმე და ყველანაირ დამცირებასა თუ დაცინვას მადლიერებით იღებდნენ. ადრეულ ქრისტიანულ ხანაში პირველ მესამე საუკუნეებში ასე ვთქვათ აშკარა მაგალითები არ ხვდება სალოსობისა. როდესაც შეწყდა ასეთ ვისი დევნა ქრისტიანობისა და როცა გამოცხადდა სახელმწიფო რელიგიად უკვე ქრისტიანობა, უკვე სალოსობა როგორც უმკაცრესი ფორმა ასკეზისა, ესე იგი უკვე ჩამოყალიბდა ეკლესიაში. ეკლესიის წიაღში და პირველ რიგში ის ებრძვის ეკლესიაში არსებულ სიამაყეს და გარეგნულ ღვთისმოსაობას. ადამიანი, რომელიც საკუთარი ნებით იღებს სულელის სახეს, ანუ ნეფსით ისულელებს თავს, ამ ადამიანს სურს, რომ ამპარტავნება დათრგუნოს და ღვთისადიდებლად იცხოვროს. ესე იგი, ამგვარი ცხოვრების წესით, ასეთი ადამიანები უარს ამბობენ პატივზე, მაგრამ ისინი იმყოფებიან დაფარულ ღვაწლში. როგორ უნდა გავარჩიოთ დღეს ნამდვილი სალოსობა, მოჩვენებით პროფანაციისაგან, სალოსობის პროფანაციისაგან, იმიტომ რომ დღეს არის სამწუხაროდ ამის პრობლემა საზოგადოებაში. ხშირ შემთხვევაში დღეს ადამიანი იტყვის, რომ მე ფეხში შველი დავიწყებ სიარულს, მე დასაცმელს დახეულ დასაცმელს ჩავიცვამ, წარმოვთქვამ რაღაც სიტყვებს და იდეებს, რომელსაც შემდეგ წინასწარმეტყველურ სახეს მივცემ და ეს სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ სალოსი მეწოდოს. ასე არ არის სინამდვილეში ამის გამიდა. თუ ეს ადამიანი მასწავლის იმას, რომ როგორ უნდა ვიცხოვრო ისე, რომ არ განვიკითხო სხვები. როგორ უნდა ვიცხოვრო ისე, რომ ვაპატიო სხვებს, როგორ ეს პატიობა იყოს ნამდვილი. აი როგორ უნდა ვიცხოვრო ისე, რომ მოვინანიო წოდვები, მაგრამ ეს მარტო სინანული კი არ იყოს, არამედ შემდეგ შევძლო გამოვიღო ნაყოფი სინანულისა. აი ამ ყველაფერს საერთოდ მცირე ჩამონათვალი გავაკეთეთ, ხო? თუ ეს ადამიანი მასწავლის მართლა. რა თქმა უნდა, ჩემთვის მამაც იქნება, მოძღვარიც იქნება და ყველაფერი იქნება ჩემთვის, იქნება ღვთისგან გამოგზავნილი. მაგრამ თუ ეს ადამიანი მე მეტყვის იმას, რომ მე ამოვიცნობ მაგალითად შენი ოჯახის წევრის ჩადენილ საქმეებს, ან მაგალითად მეზობელს ვინ მოპარა რაღაც ძვირფასი ნივთი, ან მაგალითად ვინმის გაუკეთა ჯადო, ან რაღაცა მაგალითად რამაფერის ავტომანქანას იყიდი შენი მეზობელი 13 დღის შემდეგ. ეს მე რაში მარგია, რაში არგია ჩემს სულიერ განვითარებას. თუ მაპაუნინებს ეს ადამიანი სამეუფო გზას, მაშინ რა თქმა უნდა ის ჩემთვის ქრისტესთვის სალოციც იქნება, წმინდანიც იქნება და იქნება ყველაფერი საუკეთესო, რაც შეიძლება ადამიანის შესახებ ვთქვათ და მოღვაწის შესახებ. მართლმადიდებელ ეკლესიაში სულ რამდენიმე სალოსის ცხოვრებაა ცნობილი. ერთ-ერთი მათგანი წმინდა ანდრია სალოსია. იგი მე-9 საუკუნეში დაიბადა და შავი ზღვის ჩრდილოეთით ცხოვრობდა. ანდრია წარმოშობით სკვითი იყო. იმხანად კონსტანტინოპოლში ერთი წარჩინებული კაცი, სახელად თეოგნოსტი ცხოვრობდა. ერთხელ მას ახალი მონები მიუყვანეს. მათ შორის იყო ჭაბუკი ანდრიაც, რომელიც გონიერებითა და სიკეთით ყველასგან გამოირჩეოდა. ბატონმა ბიჭი საკუთარი შვილივით შეიყვარა. თეოგნისტი მოიხიბლა ანდრიას გონიერებითა და კეთილზნით. მოხიბლა მისმა პიროვნებამ, ამიტომ გადაწყვიტა, რომ მისთვის როგორმე შეესწავლა წმინდა წერილი და ბერძნული ენა. ამიტომ მიაბარა ყოველივე ამის სასწავლებლად ანდრია სალოსი. ანდრიამაც გამოიჩინა შრომის მოყვარეობა, გულისხმიერება, სწავლის მოყვარეობა, მალე შეისწავლა წერა-კითხვა და გულმოდგინედ კითხულობდა წიგნებს, დადიოდა ტაძარში, ესწრებოდა ღვთისმსახურებას და ლოცულობდა.
ჭაბუკი ანდრია თავის ობლობას და სამშობლოსგან სიშორეს ლოცვით განიქარვებდა. განსაკუთრებულად წმიდანთა ცხოვრების კითხვა უყვარდა. უნდოდა ისეთი ღვაწლი ეტვირთა, რითაც უფალს სამუდამოდ თავს მიუძღვნიდა. ერთხელ ღამით ანდრიამ საკვირველი ჩვენება იხილა. მან ანგელოზებისა და ეშმაკების ლაშქარი დაინახა. ამ დროს ზეცაში გამოჩნდა ჭაბუკი, რომელსაც ხელში 3 გვირგვინი ეჭირა. მან ანდრიას ასე მიმართა: შეუდექი ღვთივსათნო ღვაწლს, ქრისტესთვის სალოსობა იტვირთე და სასუფეველის კარი შენთვის გაიღება. ჭაბუკს გამოეღვიძა და მიხვდა, რომ უფალი სალოსობის ურთულესი გზისკენ უხმობდა. ახლა ისმის კითხვა, რომ რატომ ირჩევენ მაინც სულიერი ცხოვრების ამგვარ სახეს? ხომ სალოსები, ხო არსებობს სხვა სახეც მოსაგრეობისა. სიამოვნებაში ადამიანი როდესაც ცდილობს, რომ მიაღწიოს შინაგან სრულყოფილებას, რა თქმა უნდა ის აცნობიერებს პირველ რიგში იმას, რომ ამისათვის მან ამ პარტავნება უნდა დათრგუნოს, იმიტომ რომ ამ პარტავნება არის ცოდვათა დედა. და როდესაც სალოსი ნეფსით სულიერი სახეს იღებს, იგი ამ შემთხვევაში თავიდან იცინებს საზოგადოების ქებას, დიდებას, მიწიერ პატივს. ამასთან ერთად ის თავს იდებს ლანძღვას, დაცინვას და შეურაცხყოფას. ანუ ყოველდღიურად ცდილობს, რომ არ აღმოჩნდეს ბოროტის მიერ დაგებულ იმ ხაფანგში, რასაც ამ პარტავნება ქვია. და რაც აღნიშნეთ, რომ არის ცოდვის დედა, მოღვაწე ამ დროს უარს ამბობს საზოგადოებრივ სტატუსზე და გამუდმებით ებრძვის საკუთარ თავს, ებრძვის საკუთარ ეგოს. წმინდა ანდრიამ უფლის მოწოდება სიხარულით მიიღო და სალოსობის ღვაწლი იტვირთა. იგი შემოფლეთილი ტანის სამოსით ქუჩაში დადიოდა და ხალხს თავს სულელად აჩვენებდა. ეს ამბავი თეოგნოსტიმაც შეიტყო. მიუხედავად იმისა, რომ ანდრია ძალიან უყვარდა, მაინც შეიპყრო, ხელები ბორკილებით შეუკრა და წმინდა ანასტასიას ტაძარში გამოჰკეტა. ტაძარში ყოფნის დროს დღისით ანდრია თავს გიჟად აჩვენებდა ხალხს, ხოლო მთელი ღამის განმავლობაში გულმოდგინედ ლოცულობდა. გავიდა 4 თვე, თეოგნოსტი დარწმუნდა იმაში, რომ ანდრიას უკვე არაფერი ეშოლებოდა, ვერ განიკურნებოდა და ბრძანა მისი გათავისუფლება როგორც შეშლილის. გაათავისუფლეს და ანებეს თავი, რის შემდეგაც შიმშილი, სიცივე, დაცინვა იქცა უკვე მისი ცხოვრების განუყოფელ თანამგზავრად. აი ეს საშინელი ხვედრი, ეს ცხოვრების წესი თავსიდო წმინდა ანდრიამ დადიოდა დახეული ტანსაცმლით, ღამეს ქუჩაში ატარებდა და რა თქმა უნდა ყველაფერი მას მოთმინებით იტანდა, ადამიანები მუდმივად ამცირებდნენ მას, ლანძღავდნენ, სცემდნენ. ანდრია კი თავისი შეურაცხმყოფელებისათვის ლოცულობდა. ესე იგი, როდესაც ადამიანს თევნიან, ამცირებენ, სცემენ, ის თავისი შეურაცხმყოფელებისათვის ლოცულობს. და რა თქმა უნდა, ამით ის ემსგავსება ჩვენს მაცხოვარს იესო ქრისტეს. და თუ ვინმე რამე წყალობის მსგავს გაიღებდა, ან რაიმეს შეეცოდებოდა ვინმეს, ყველა ერთარი ადამიანი ხო არ არის, არსებობენ ადამიანები, რომელსაც ეცოდებოდათ ეს წმინდანი და თუ ვინმე წყალობას გაიღებდა მისთვის, ის ადგებოდა და ამ ნაწყალობებს ფარულად, ასე ვთქვათ, ურიგებდა გლახაკებს. და ასეთ საოცარ ღვაწლისათვის, ასეთ საოცარი დამსახურებისათვის ანდრია უფლისაგან დაჯილდოვდა წინასწარმეტყველების ნიჭით. გარდა ამისა, მას შეეძლო წაიკითხა ადამიანის ფარული აზრები და განაჭვრიტა ადამიანების ცოდვები. წმინდა ანდრიას მხოლოდ ერთი მოწაფე ეპიფანე ჰყავდა. თავის გულის ნადებს, ფიქრებს და წუხილს მხოლოდ მას უზიარებდა. ერთხელ კვირადღეს ისინი ვლაქერნის ტაძარში მსახურებას ესწრებოდნენ, როცა სასწაულებრივი ხილვის ღირსნი გახდნენ. ანდრიამ და ეპიფანემ საკურთხეველში ცხადად დაინახეს ყოლა წმინდა ღვთისმშობელი იოანე ნათლისმცემელთან, იოანე ღვთისმეტყველთან და ანგელოზთა დასთან ერთად. ყოლა წმინდა ღვთისმშობელმა თავისი მარგალიტებიანი საბურველი ტაძარში შეკრებილ მლოცველებს გადააფარა. ამ სასწაულის აღსანიშნავად მართლმადიდებელ ეკლესიაში ღვთისმშობლის საფარველის დღესასწაული დაწესდა. ერთხელ ანდრიამ დაინახა, რომ ერთ-ერთ მდიდარ მიცვალებულს
მიყვებოდა დიდებული პროცესია, ძალიან ბევრი ხალხი, მაგრამ ამ დროს საშინელი ეშმაკები საშინად ტანჯავდნენ და გვემდნენ მის სულს. ეს ყველაფერი დაინახა სულიერი თვალით, რა თქმა უნდა, წმინდა ანდრიამ, ამით უფრო მამას აუწყა და ამით შემდეგ მისი ცხოვრებიდან გამომდინარე ჩვენს გვეუწყა. თითოეულ ადამიანს, ვინც ამას კითხულობს, რომ გარეგნული დიდება და სიმდიდრე არაფერია ღმერთის წინაშე. ანდრიას სალოსის ცხოვრებაში აღწერილია ის შემთხვევა, რომ მან იხილა 60. აღაფრთოვანდა 60-ის ბრწყინვალებით, წმინდანების, ანგელოზების, ასევე იხილა ჯოჯოხეთი და მოწმე გახდა ცოდვილთა საშინელი ტანჯვისა. წმინდა ანდრია ცოდვებში ჩაფლულ ადამიანებს ამხელდა და მათ გადარჩენას ცდილობდა. ქალაქში ერთი ვერცხლის მოყვარე ბერი ცხოვრობდა. იგი მატერიალური კეთილდღეობის მოსახვეჭად სულიერ შვილებს იყენებდა. მათგან შესაწირის გაღებას ითხოვდა და ქონებას ასე აგროვებდა. წმინდა ანდრია ბერის გამო ძალიან წუხდა. ამიტომ მასთან მივიდა და სიყვარულით დაელაპარაკა. შენ ღვთისმოყვარე კაცი, როგორ დაემორჩილე ვერცხლის მოყვარეობის ეშმაკს. ნუ თუ გსურს სიძუნწემ დაღუპოს. მაშინ როცა სხვები შიმშილით, სიცივით იხოცებიან, შენ ოქროს ცხერით გასცხრები. განა ამგვარია მონაზონთა კანონი. რა რჯული გაძლევს ნებას განუგზავნელად იცხოვრო. გევედრები, გაუნაწილე შენი ქონება ქრივობლებს, გლახაკებს, მწირებს. შეეცადე ისევ უფლის მეგობარი გახდე და ღვთის ზალა შემუსრავს ეშმაკს შენს ფეხქვეშ. ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ ვერცხლის მოყვარე ბერს სულიერი თვალი აეხილა და სინანულით აღივსო. ბერმა შეინანა და თავისი ქონება გლახაკებს დაურიგა, მოინანია და გადარჩა, განიკორნა სულიერად. აქ შემთხვევით რომ ის ამხილა წმინდა ანდრია. საერთოდ ამ მოსაგრეობის ამ სალოსობის ერთ-ერთი მიმართულებაც არის სწორედ ის ხილება ადამიანების, ხილება ამასოფლის ძლიერთა. იმიტომ რომ როდესაც ადამიანი ასე ვთქვათ, როდესაც ადამიანს საზოგადოება გიჟად მიიჩნევს, აი უკეთ ადამიანები თითქოს უფრო მარტივად ამხელენ ამ დროს ამასოფლის ძლიერებს. საზოგადოება ხომ ვერ ბედავს მასზე ცუდის ხმას. ისინი ამბობენ და მათ ცოდვებს წარმოაჩენენ და ამხელენ. ესეც არის ასე ვთქვათ მიზეზი და ერთ-ერთი შედეგი თუ შეიძლება ითქვას ამგვარი ცხოვრების წესისა. რომ ისინი დაუფარავად ამხელენ ყველას. რომლის მხელა საზოგადოება ასე ვთქვათ ვერ ბედავს. წმინდა ანდრია სალოსმა საკუთარი გარდაცვალების დრო წინასწარ იცოდა. იგი საყვარელ მოწაფეს ეპიფანეს გამოეთხოვა და ასეთი ანდერძი დაუტოვა. ჰე შვილო ჩემო, გონდეს ღვთის შიში და გიყვარდეს მთელი გულით. წმინდათა სახსენებელს აღასრულებდე და ლოცვას ყოფდე ყოველთა ქრისტიანეთათვის. წმინდა ანდრია სალოსი 66 წლის ასაკში 926 წელს გარდაიცვალა. შეიძლება მის ცხოვრებას წყაროებს ამსახველს მისი ცხოვრებისას, რა თქმა უნდა, არსებობს ჰაგიოგრაფიული ტექსტი მისი ცხოვრების ამსახველი და ავტორად მიჩნეული არის ვინმე ნიკიფორე, რომელიც საკუთარ თავს თვლის კონსტანტინოპოლის ტაძრის მღვდლად. და იგი არის ანდრიას მოწაფის ეპიფანეს მეგობარი, რომელსაც აღწერა მისი ცხოვრება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ანდრიას ცხოვრება დაიწერა ბიზანტიაში მე-10 საუკუნის შუა წლებში. დაახლოებით 950-იან წლებს გულისხმობენ. ანდრია სალოსის ცხოვრება არის ბიზანტიური ჰაგიოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ძეგლი. და სხვადასხვა ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი ძეგლიც. და სწორედ ამ ტექსტის წყალობით გახდა ანდრია სალოსი მთელ მართლმადიდებელ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახალხო წმინდანი და მისი ქართული თარგმანები გვხვდება მე-13 და მე-14 საუკუნეების ხელნაწერ კრებულებში. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ანდრიას სალოს ძველი სტილით 2, ახალი სტილით კი 15 ოქტომბერს მოიხსენიებს. ქრისტიანული ოჯახი, ქრისტიანის მთავარი ნავსაყუდელი.
გახლავთ ვერიკო ხელაია, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი. ხშირად მქონდა ხოლმე შეხება პოეტებთან, ასე ვთქვათ, თავად დედაჩემიც ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი არის და ბავშვობიდან შთამაგონა ეს სიყვარული, ასე ვთქვათ, ლიტერატურის და ყოველთვის ვიყავი ესე გატაცებული, ასე ვთქვათ, პოეზიით. თავადაც წერდი ხოლმე ბავშვობიდან. ჯავახეთში დავიწყე ჩემი მოღვაწეობა, ასე ვთქვათ, ეთნიკურ უმცირესობასთან მქონდა პირველად შეხება, რთული რეგიონია საკმაოდ მოგეხსენებათ. და იქ ჩემი პირველი ნაბიჯები ძალიან ისეთ ნაყოფიერი აღმოჩნდა. მივხვდი, რომ ეს ის საქმე იყო, რომელიც აუცილებლად უნდა გამეგრძელებინა. ოღონდ ამჯერად კიდევ უფრო აქეთ ქართულ ბავშვებთან. პედაგოგად იყო მივლინებული სამცხე ჯავახეთში და სოციალურ ქსელში ნახე მასთან ერთად გადაღებული სურათები. რითიც ძალიან მოიხიბლე და ნენელა ესე მიწერ-მოწერით დავიწყეთ. გიორგის პიროვნებაში ძალიან მომხიბლა იმან, რომ არის უბრალო ადამიანი, უშუალო ადამიანი, ძალიან მორწმუნე ადამიანი, რაც ესოდენ მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და ну, რა თქმა უნდა, საინტერესოდ თავისი ხასიათი და თვისებებიდან გამომდინარე. ყოველთვის ვცდილობდი მეპოვნა ისეთი მეუღლე, რომელიც იქნებოდა ორიენტირებული ოჯახს. და ღვთისნებით და მადლით ვიპოვე და შევქმნით ოჯახი და ყავს ღმერთისნებით აგერ 5 შვილი. მე ისე გავზრდი ამ ბავშვებს, რომ თითქოს ვერც უგრძნობ, ერთმანეთს ზრდიან, ერთმანეთს უვლიან და რაღაცა ძალიან ისე ჰარმონიულად მიდის მართლა ყველაფერი მადლობა უფალს ამისთვის. და ხუთივეს განსხვავებული ხასიათი აქვს, იმიტომ რომ აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანები არიან. ყველა სჭირდება თავისი წილი დედა, ასე ვთქვათ. და ჩემი გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ცოტა რთულია ხოლმე, რომ მთელი დღე მათთან ვიყო, თუმცა არ არსებობს, შეიძლება ვიღაცას 9 საათი, ვიღაცას 15 წუთი, მაგრამ ის თავისი წილი დედა აუცილებლად იქ არის იმ დროს მოусმეს, გაიზიაროს მათ სიხარულს, გაიზიაროს მათ მწუხარებას. მამობა ძალიან რთული ყოფილა, არ მეკონა ესე რთული თუ იქნებოდა. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა პირველ რიგში, იმიტომ რომ ახალ სიცოცხლეს ზრდი და ეს იმდენად საპასუხისმგებლოა, რომ აი ჩემმა ერთმა შეიძლება არასწორმა ქმედებამ შეიძლება ბავშვს მთელი ცხოვრება დაუმახინჯოს. ახლანდელ ბავშვებს მეტი სითბო სჭირდებათ, მეტი მოფერება, დაყვავება სჭირდებათ. არ შეიძლება იყოს კატეგორიული, არ შეიძლება. თუმცა ჩემ დროს ეს ხდებოდა ხოლმე, ჩვენ ძალიან კატეგორიულად მიგვითითებდნენ ხოლმე და სხვადასხვა ეს კატეგორიულობა ჭრიდა. შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად უფროსების იმდენად დიდი პატივისცემა გქონდა ხოლმე, რომ ჩარჩოებშიც ვექცეოდით. ალბათ იყო ესეც, კი, ყოფილა ასეთი შემთხვევებიც. აი დღევანდელი თაობა ასე არ არის, ოღონდ ერთი რაღაც უნდა აღვნიშნო კიდე ძალიან კარგი როცა ჩარჩოებში არ იქცევა ბავშვი და აქვს თავისუფალი აზროვნება, მაგრამ ეს უნდა იყოს რაღაცა ნორმებში, ხო არ შეიძლება გადადიოდეს ზღვარს. რაც დრო მაქვს თითქმის თავისუფალი სულ ვატარებ ჩემ შვილებთან, თამაშობთ, თავიანთ ჭყვაზე დავდივარ, როგორც მათ უნდათ, ისე მატრიალებენ. რა თქმა უნდა, ტყუპები უფრო და თან უფროსებთან უფრო გავდივართ სკვერში, ვსეირნოთ, ფეხბურთზე დამყავს უფროსი და ეს ბუნებაში ხშირად გამყავს. ვერთობით შეძლებს დაგვართ, როგორც მათ უხარიათ ის. ჩემ ჭკუაზე არა, მატრიალებენ თავიანთ ჭკუაზე როგორც უნდა და მეც შეძლებს დაგვარად, ვცდილობ რომ იყვნენ ბედნიერები და უსურებ რასაც ვთხოვენ შეძლებს დაგვარად. მამა არის ძალიან კეთილი, სულ ცდილობს რომ აი ყველანაირად გაგვაბედნიეროს, გაგვახაროს. როდესაც რაღაცის საშუალება აქვს, რასაც ცის დავადებთ, ყველაფერს ვყიდულობს. დედაც ანალოგიურად. მე ყველაზე ძალიან მიყვარს ფეხბურთი. 6 მედალი მაქვს ფეხბურთში. 1 თასი. ფეხბურთელებს რო უყურებდი, შემიყვარდა ფეხბურთი და მამას უთხარი, რომ ფეხბურთზე მინდა სიარული მეთქი და მამამ ჯერ ერთ ადგილას რომ სადღაცა დავყავდი იქ ჩემზე დიდები იყვნენ, მერე დაიშალა ის გუნდი და სხვა გუნდი მომიძებნა და მაგ გუნდში დავდივარ ახლა. მე ვაპირებ, რომ დიდი რო გავისტები საქართველოს ნაკრებს მოვაგებინო ბევრი თასები. ყველაზე მნიშვნელოვანი არის აპოვნინო თავისი თავი. მე ესე მგონია. ნუ გარდა იმისა, რომ ახლა ნათქვამია ხო, რომ ბავშვი ოჯახის სარკეა და მე ძალიან მიყვარს ერთ-ერთი ცნობილი მსახიობი, ხა ზუსტად აღარ მახსოვს სახელი და გვარი, მაგრამ გეტყვით, რომ მას ასეთი გამოთქმა აქვს ძალიან კარგი. დაანებეთ შვილების აღზრდას თავი,
ხო, ისინი მაინც თქვენ დაგემსგავსებიან და ძალიან მომწონს ნამდვილად. ჩვენი თავი უნდა ავხსარდოთ, ნახეთ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ როგორ ვიქცევით, იმიტომ რომ შვილი აბსოლუტურად გვბაძავს ჩვენ. გავიგე რომ ვიოლინო იყო, მოდი ასე ვთქვათ, საკრავების დედოფალი. და ძალიან მომეწონა და ამოვიჩემე რომ მინდოდა შესვლა. დედამაც ამ შემთხვევაში მხარი დამიჭირა და იმ დღესვე შემიყვანა. ყველაზე მეტად მიყვარს ხატვა და ეს იმიტომ მიყვარს, რომ მოდესაც დაძაბული ვარ, რაღაცა არ მომწონს. ხატვის დროს ეს ყველაფერი მიხსნება. შვებას ვგრძნობ. ჩემს და-ძმებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. პატარებსაც, როგორც დედა და მამა, ისევე მეც ვარიგებ ჭკუას რაღაცებს ვასწავლი. განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს ჩემს დასთან. იგივე ჩემი საუკეთესო მეგობარია. მე მქვია ანანო, გვარი მაქვს ცინცაძე. დავდივარ ვიოლინოზე და ცეკვაზე. მიყვარს მათემატიკა და ქართული საგნებში ყველაზე მეტად. ფიზიკური დასჯის აუცილებლად წინააღმდეგი ვარ, რაც არ უნდა იყოს ნებისმიერ დროს. და ვფიქრობ, რომ ეს ყოველდღიურად მიუღებელიც არის, რაც არ უნდა იყოს. თუმცა, რა თქმა უნდა არსებობდეს რაღაც დასჯის მეთოდები, ხო? მაგალითად, შეიძლება ასეთი დასჯის მეთოდი გქონდეს, თუ რაღაც ისე არ გააკეთა, ან დაუშვა ისეთი შეცდომა მოდი ბრჭყალებში ჩავსვათ, რომელიც ამორალურია, მიუღებელია, ხო? და ვფიქრობ, რომ ეს დააზიანებს მას და მისთვის არ არის კარგი. აუცილებლად რაღაცა შევუზღუდავ, თქვა, მისთვის საყვარელი რაღაცა რაც არის, რომ ვიცი, რომ ძალიან უყვარს, ხო, სადღაც უნდა წავიდეს, თქვა, იმ დღეს, ან მეგობართან ერთად უნდა გაისერნოს, ან რაღაცა აქვს, ხო, დაგეგმილი, ეს შეზღუდვები იქნება ჩემთვის ეს არის დასჯა. და არა რაღაცა ფიზიკურად, იმიტომ რომ ეს ძალიან ცუდი რაღაცა, ამით ბავშვებში აგრესიას უნერგავთ სამწუხაროდ და მე ეს ფიზიკური დასჯა ხოლმე გადადის თვითონ სხვას აუცილებლად გადაუხდის, აი სამაგეროს რაღაცა და ვიღაცას დაჩაგრავს. ბავშვებს ხშირად უნდა ვესაუბროთ, დიახ, უფალზე, მის ძლევამოსილებაზე და ზოგადად არა მარტო საუბრები, არამედ ნახეთ, ეს ყველაფერი უნდა ვაგრძნობინოთ კიდეც, აი ვაგრძნობინოთ რას გულისხმობ. თუ კი შვილს რაღაცნაირად სწორად მისცემ მიმართულებას და გააცნობ აი ამ ასე ვთქვათ ღმერთის არსებობის არსს, ხო, თუნდაც აი ტაძარში სიარულით, იმიტომ რომ პატარა ბავშვს ცოტა ნაკლებად ესმის ხომ რაღაც, მაგრამ აი სულიწმინდის მადლი მე ნელ-ნელა თვითონ გადმოდის, იცით, თვითონ რომ შეგეხება უფალი, ამის თქმა მინდა, ძალიან რთულია ჩვენ განვიხილოთ ასე რომ ღმერთზე უნდა ვესაუბროთ, ეს არ არის რაღაცა ზღაპარი ხო იყო და არა იყო რა, რომ ნაცარქექია მოვუყვეს შვილს და ვესაუბრო, არა. ეს რაღაცნაირად უნდა ვაგრძნობინოთ, აი ამ საუბრებით, აი ამ სიარულით ტაძარში თვითონ გადმოდის ბავშვის სულიწმინდის მადლი და უკვე თვითონ ძალიან კარგად ესმის რა არის უფალი და რას ნიშნავს ზოგადად სიყვარული უფლისა. ჩემი მესამე ბიჭი ნიკოლოზი, ტყუპები მიქაელი და გაბრიელი გახლავთ უწმინდესის ნათლულია სამივე და ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა და ძალიან დიდი სიხარული არის ჩვენი ოჯახისთვის. მინდა რომ ბედნიერები იყვნენ. მაგის მეშინია რომ ამ დაბრკოლება ისეთი არ შეხვდეთ ჩემ შვილებს. მაგრამ ღმერთის სიყვარულით ვივიწყებ ხშირად ამშის და ვიცი რომ ღმერთი არის ჩემ შვილებთან და დაძლევინებს ყველანაირ პრობლემას. არ მოუვლენს ჩემ შვილებს ისეთ გასაცდელს, რომელსაც ვერ დაძლევენ. ჩემი ოცნება პირველ რიგში არის ის, რომ ჩემს ქვეყანაში და არა მარტო ჩემს ქვეყანაში, სრულიად მსოფლიოში იყოს მშვიდობა. იყვნენ ბედნიერი ბავშვები. აი ბავშვობა ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის, რომ მქონდეს ჯანსაღი და ლაღი, იმიტომ რომ ეს ძალიან კარგად აისახება ხოლმე მეორე შემდგომ ნებისმიერ პიროვნებაზე. და ვისურვებდი, რომ აი განსაკუთრებით საქართველოზე მაქვს აქცენტი, რომ აი ჩვენს ქვეყანაში აღარ იყოს ეს ამდენი სოციალური სიდუხჭირე, ამდენი ასე ვთქვათ, აი გაჭირვებული ადამიანი და მინდა რომ ყველა ვნახო გაბწყინებული თვალებით, ბედნიერი თვალებით და ყველა დედა იყოს აი ესე გამართული თავისი შვილებით. ჩვენ დღეს ამით გემშვიდობებით. დასასრულს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გადაცემის ამბები ღმერთსა და ადამიანებზე ნახვა შეგიძლიათ ყოველ კვირას 22 საათზე საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების ეთერში. გემშვიდობებით.